დადიანის ქუჩაზე მანქანამ რომ ჯიპმა რომ გადაუარა ქალს. ეს ტრაგედია ყველა იხილა ალბათ ხო. მე არ ვიცი ახლა ლაპარაკობენ რომ ეს მძღოლი ქალი რუსი იყო, რომელმაც ტროტუარზე მდგომი მანქანა დაძრა უცლად და გადაუარა. ამ მიმი კაზალიკაშვილი აღმოჩნდა ეს ქალი, რომელიც გარდაიცვალა. მე ვერც იმას ვიტყვი ახლა დანამდვილებით რომ ეს შეგნებულად გაკეთდა. არ გავდა იმ ქალის შემდგომი მოქმედება მძღოლის რომ ეს მიზანმიმართულად დააჯახა ამ ხელა მანქანა მოწყვეტით და მოკლა ადამიანი განიცდიდა ის და არც გაქცეულა და არაფერი უბრალოდ იქ იდგა და ტელეფონზე რეკავდა. მე უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს ძალიან მარტივი, რა ვიცი შეიძლება აქამდე არავის არ დაუსვია ეს ამ შემთხვევიდან გამომდინარე. რა უნდოდა ჯიპს და საერთოდ მანქანას ტროტუარზე? ის მანქანა, ის უზარმაზარი გემივით მანქანა ტროტუარზე რომ არ მდგარიყო, ის ქალბატონი მიმი, რომელიც შეეწირა ამბავს, თავის ცო მოდიოდა ქუჩაზე, ხო ჩვეულებრივად გაივიდა იქ და არც არაფერი დაემართებოდა და ეხლა ცოცხალი იქნებოდა. რა უნდოდა ჯიპს ტროტუარზე გაჩერებულს მდგარს? მე ისიც ვიცი და ერთმა მითხრა და თქვენც ალბათ გაგიგიათ ეს რომ რუსებს ავტოფლობელებს თბილისში, რა ვიცი, საქართველოს სხვა კუთხეებში პრაქტიკულად არ აჯარიმებენ არაფერზე. ანუ როგორც ჩანს მიცემულია ბრძანება ზემოდან რომ რუსები არ დააჯარიმოთ. ეს გასაგებია ახლა როგორ შეიძლება დედა მშობლიური ურდოს მოქალაქეებს ამი აქ ჯარიმა გამოუწერო. აი ეს პრობლემებია რა, აი ეს არის უპატრონო ბოსლად ქცეული ქვეყანა. კითხვა კრახი კალაძეს რა უნდოდა ჯიპს ტროტუარზე რომ იდგა, რომელიც იქ რომ არ გარიყო, რო არ ყოფილიყო გაჩერებული, არც დაძრავდა და ეს ქალბატონი დღეს ცოცხალი იქნებოდა. რა ვიცი. დააკომენტარეთ აბა თქვენ რა სიტყვით მეგობრებო. გაავრცელეთ ეს ვიდეო.